ყოველგვარი გადაჭერების გარეშე მინდა ვთქვა, ჩვენ ამ ჩვენი დიდი წინაპრების ნაკვალევზე მივდივართ, წვალებით, კოჭლობით, გაჭირებით, მაგრამ მივდივართ იმ გზით, რომელთაც იარა დავით აღმაშენებელმა და სხვა დიდმა მეფეებმა ჩვენი ხალხისა. აქ უკვე ითქვა, მისმა უწმინდესობამ ბრძანა საზოგადოებაში ყველა დროის ბევრი იყვნენ და ბევრი არიან ცოდვილი. განსაკუთრებით ბევრი ცოდვაა ჩადენილი იმ წლებში, რომელსაც ტოტალიტარიზმის წლებს უწოდებთ. ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრი ადამიანს მოუსწრაფეს სიცოცხლე, ბევრი ოჯახი დაინგრა. მე პატარა ბიჭს მესმოდა ჩემი უფროსი თაობების წარმოადგენელი ბიჭების ტრაბახი. აი მე ამადამ ეკლესიაზე ავედი, ჯვარი მოხსენი, სახურავი ჩამოხსენი, მერე კედლები ჩამოანგრიეთ. რამდენი ასეთი ეკლესია დაინგრა საქართველოში. ჩვენ ეს ტაძარი, ამ ტაძარს ვაგებთ იმისათვის, რომ ცოდვა გამოისყიდოთ დღევანდელი და წინა თაობებისა. მე ბედნიერი ვარ დღეს გითხრათ, რომ დღევანდელ საქართველოში 300-ზე მეტი ახალი ეკლესია აშენდა და მრავალი აღდგა. შენობლებები კვლავაც გრძელდება და მიმდინარეობს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იწყება ჩვენი ხალხის სულიერი აღორძინება და როგორც ერთხელ თქვი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მშობელი ხალხი შემოbrunდა უზენაესისაგან, შემოbrunდა ღმერთისაგან. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ეს ტაძარი დასამთავრებელია. უნდა გითხრათ, როცა მე და მისი უწმინდესობა ვჭობდით, სად უნდა აშენებულიყო ეს დიდებული ძეგლი საუკუნისა და 1000 წლეულებისა. იყო მოსაზრება ვაკეში, მაგრამ მე ითქვა, რომ უნდა თავისთავად ადგილი უნდა იყოს ამაღლებული, საიდანაც ხელის გულივით მოშანს გამოჩნდება მთელი დედაქალაქი. და აქედან გადავხედავთ ჩვენს ულამაზებს, ჩვენი ერთ საქართველოს. ეს იყო წყინვალე გადაწყვეტა. მე არ შემიძლია დღეს არ თქვა იმის შესახებ, რომ არიან ადამიანები, რომელთა თავდადებული შრომის წყალობით აშენდა ის, რაც აშენდა, რასაც ეხლა ვხედავთ. მე აქ არ შემიძლია არ თქვა, არ ვახსენო სამების ტაძრის მშენებლობის ფონდი, მისი ხელმძღვანელი ირაკლი ანდრიაძე და ფონდის ყველა წევრები, არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი, კაცი მოაზროვნე, მაღალი გემოვნების შემოქმედი, რომელსაც აქ ძინავს და რომელიც აქ აღამებს და ათენებს. მთავარი ინჟინერი ემზარ იზირია, მშენებელთა თავკაცი, ერთ-ერთი სასახელო შვილი ჩვენი ქვეყნისა, ავთანდილ ჩალაძე, სამართლოს უფროსი ჯანგულ ყავლაშვილი,
და სხვები, რომელთა წყალობით დღეს ჩვენ აქ ამ დარბაზში ვიმყოფებით. ეს მართლაც იქნება ძვირფასო მეგობრებო, თქვენი ხელშეწყობით, მთელი საქართველოს ხელშეწყობით, ძეგლი უკვდავი, ძეგლი ხელთუქმნელი. დღეს აქ მარტო ერთ დარბაზში, ერთ სართულზე, როგორც მითხრეს, 8000-ზე მეტი კაცია. როცა დამთავრდება ეს დიდებული ტაძარი, რომლის სიმაღლე იქნება 75 მეტრი, ესე იგი, ეს იქნება სრულიად საქართველოს ტაძარი, ყველაზე მაღალი, ყველაზე ამაღლებული. მაშინ აქ 18-20 კაცი დაეტევა და მაშინ სრულიად საქართველო იქნება წარმოდგენილი. წარმოადგენლები შეიკრიბებიან და ყველანი ერთად ვილოცებთ ჩვენი უკვე ფეხზე დამდგარი მომძლავრებული სახელმწიფო საბედნიეროდ, ჩვენი ხალხის საბედნიეროდ. მაინც საიდან ეს გაჭირებული ქვეყანა, გაჭირებული ოჯახები, როგორ ვახერხებთ, რომ საუკუნის და 1000 წლეულის ძეგლი დავდგათ. ეს ჩვენი ხალხის ნებით, ჩვენი ხალხის მონაწილეობით, სწორედ ხალხის ნებით და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ფონდი. ამ ფონდის ნაწილი ხმარდება ტაძრის მშენებლობას. მე განსაკუთრებული მადლობის სიტყვებით უნდა მიმართო ქალაქის მერიას, ქალაქის მერს ვანო ზოდელოვას, რომელიც ყველაფერს აკეთებს სახსრების მობილიზაციისთვის და იმისთვის, რომ ტაძრის მშენებლობას ხელი შეუწყოს. მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ იმ ადამიანებისა, ყოველდღე ვკითხულობ რესპუბლიკის, საქართველოს რესპუბლიკაში იმ ადამიანების გვარებს, რომლებიც ხანდახან ერთ ლარს, ან ორს, ხუთ ლარს მოიკლებენ და ტაძრის მშენებლობის ფონდში გადარიცხავენ. ეს დიდი ადამიანები არიან, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვთ საუკუნისა და 1000 წლეულის ამ ძეგლის მშენებლობაში. და ბოლოს მე მინდა გითხრათ, ჩემი გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით მთელი ჩემი ძალა და ენერგია მოახმარო იმას, რომ აღშენდეს ახალი საქართველო, გამთლიანებული საქართველო, აღშენდეს ეს ტაძარი და იმასაც გაგიმხელთ, რომ ჩემი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ერთი უმთავრესი ნიშანსვეტი სწორედ სამების ტაძრის აშენება, მისი დამთავრება და აშენება არის. თუ ეს ასე მოხდება და ეს ასე მოხდება, მეც ბედნიერი ვარ და თქვენც ბედნიერი იქნებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თქვენო ახმატებულებო, ბატონო პრეზიდენტო, დიდად გმადლობთ თქვენი რაღაც საოცარი გულთბილი სიტყვებისათვის, იმედიანი სიტყვებისათვის. და ჩვენ სწორედ ასეთი იმედით უყურებთ საქართველოს მომავალს. საქართველოს მომავალი ნათელია, ბედნიერია, საქართველო დგას სულიერი და მატერიალური აღმავლობის გზაზე. მთელი ჩვენი ხალხის სახელით, სრულიად საქართველოს სახელით, ჩვენ გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს. ღმერთმა მოგცეთ ძალა იმ თქვენი კეთილი საქმეების აღსასრულებლად. და მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ დასავლეთ საქართველოდან ჩამოიტანეთ
დაფნის ტოტები და თქვენ იცით რომ დაფნა არის სიმბოლო ძლიერებისა, სიმბოლო გამარჯვებისა. და აი პირველი დაფნა მე მინდა თქვენ გადმოგცეთ. და ასევე მე მინდა მოგახსენოთ რომ ყოველი თქვენთაგანი მიიღებს დაფნის ტოტს. ეს არ არის უბრალო დაფნა, ეს არ არის უბრალო წირვალოცვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვესწრებით. ეს არის სიმბოლო ჩვენი გადარჩენისა, ჩვენი ძლიერებისა და ჩვენი გამარჯვებისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ თქვენთან ერთად, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. და მე მინდა მოგახსენოთ რომ ეს დაფნა მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე უნდა შეინახოთ, იმიტომ რომ ამ დაფნაში იქნება დიდი ძალა. მეილია მეორემ სიტყვით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს და რა თქმა უნდა ბუნებრივია სრულიად საქართველოს. მან წაიკითხა მიტევების შენდობის ლოცვა სრულიად საქართველოს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისათვის და მას შემდეგ რაც გამოთქმული იყო კათოლიკოს პატრიარქის მიერ მთელი ერისადმი სურვილი დარიგება რომ ერმა მოინანიოს ადამიანმა მოინანიოს თავის შეცოდება და განწმენდილი სულიერად ამაღლებული შეხვდეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და წაიკითხა სინანულის გამომხატველი ლოცვა, ხოლო შემდგომ შენდობის ლოცვა წაიკითხა სრულიად საქართველოსზე ყველა ადამიანზე. ამის შემდგომ მან მოუხმო ქვეყნის პრეზიდენტს, რომ სიტყვით მიემართა ტაძარში შეკრებილი მრევლისთვის და სრულიად საქართველოსთვის. ამ სიტყვის შემდგომ კათოლიკოს პატრიარქი ძლიერების სიმბოლოს დაფნის რტოს გადაცემს პრეზიდენტს და ამ დაფნის რტოთი პრეზიდენტი, რომელიც მადლიერებით იღებს ამ საჩუქარ საბუძვარს კათოლიკოს პატრიარქისგან, სულიერი მეუფისაგან, წყემსთავრისაგან, იამბორება მაცხოვრის შობის ხატს და ტოვებს იმ ადგილს, სადაც ის იმყოფებოდა სიტყვის წარმოთქმის დროს და გადაინაცვლებს შუა ტაძარში, ტაძრის შუა ნაწილში. კვლავ გაისმის ალილუს საგალობელი, რაც შობის სიხარულის მაუწყებელი, რაც შობის ბედნიერებას გამოსახავს და ანგელოზური ხარება ყველას გვასწრაფებს ჩვენ ამ საგალობლისაკენ, იმ სიხარულისაკენ, რაც დაკავშირებულია ქრისტეს შობის ბრწყინვალე სიხარულთან. რომ ჩვენი სიტყვა კვლავ ბეთლემისაკენ მივაქციოთ და ვიხილოთ გამოქვაბული საიდუმლონი, კერძოდ რა, ყრმა სახვევებში გახვეული და ბაგაში მიწოლელი. ნამშობიარები ქალწული, უხრწნელი დედა, რომელიც უვლის ნაშობს. თქვათ ჩვენ წყემსებმა წინასწარმეტყველი სიტყვა, ვითარცა გვესმა ეგრეცა და ვიხილეთ ქალაქსა უფლისასა, ქალაქსა ღმრთისა ჩვენისასა, ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე. თუ ყოველივე ეს, რაც მოთხრობილია
შემთხვევით თავისთავად მოხდა ქრისტესთან დაკავშირებით. ნუ თუ არავითარი აზრი არ ახლავს ამ თხრობას, რას ნიშნავს უფლის დასადგურება მღვიმეში, გამოქვაბულში, ბეთლემის ბაგაში. მისი